თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სწორედ ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა. ბრალდებული ზაჰესის დროებით მოთავსების იზოლატორშია. ადგილზეა ჩვენი ჟურნალისტი მაკა ლაშხია. მაკა, როგორც ვიცით, დღეს სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს. სასამართლოში, რომლებიც ამბობდნენ იმას, რომ წუთი-წუთზე ელოდებიან უკვე ჩაინიშნოს სასამართლოს ხდომა, მათ უკვე გადმოეცათ საქმის მასალები და ისინი ამბობენ, რომ 30,000 ლარიან გირაოს შესთავაზებენ. სასამართლოს რა პოზიციით იქნება პროკურატურა სასამართლოზე წარმოდგენილი, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. ჩვენ ველოდებით სასამართლოს ხდომის დაწყებას, მანამდე კი უფლებადამცველმა ალექსი ახვლედიანი მოინახულა წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც ცნობილია, ალექსი ახვლედიანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ადვოკატის ინფორმაციით ის აპირებს, რომ დღეს სასამართლოს ხდომაზე ისაუბროს გუშინ საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომელიც გავრცელდა დღეს პროკურატურის განცხადებაში, ნათქვამია, რომ ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღი შემინულ ფანჩატურში, საიდანაც თორნიკე რიჟვაძემ აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც უკვე გადაინაცვლა სტუმრის მოსასვენებელ ოთახში და სწორედ ამ ოთახში მოხდა გასროლა, როგორც ცნობილია, თორნიკე რიჟვაძემ სცადა თვითმკვლელობა. ჩვენ როგორც უკვე გითხარით, ველოდებით სასამართლო პროცესის ჩანიშვნას და ველოდებით იმას, თუ რას იტყვის დღეს საქმეზე დაკავებული ალექსი ახვლედიანი. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ კეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ეს ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათებიდან გამომდინარე, ეს არის იზოლირებული ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია ეს და იკეტება კარები, მისი კარები იკეტება. ეს кейსი ქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება ესაც და ნახავთ თქვენი თვალით ამ ბრალდებას არ აღიარებ? ხო, დიახ, ამ ეტაპზე დიახ, ასეთი პოზიცია. გამოძიება მიმდინარეობს 228 მუხლით, რაც იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული ბრალი ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე პატიმრობას. მე შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ შემთხვევა გუშინ საგარეჯოში მოხდა. ალექსი ახვლედიანის იარაღიდან პროკურატურის ინფორმაციით გაისროლა თორნიკე რიჟვაძემ და სცადა თვითმკვლელობა. ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. მადლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში მაკა ლაშხია საუბრობდა.